ხორცს პროდუქტების, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან რამდენიმე საათიანი კითხვა-პასუხის შედეგად მაღალი ფასნამატის ძირითადი მიზეზები გამოკვეთილი. პრობლემის გადაჭრის გზების ძიება კი დაწყებულია. იმპორტზე დამოკიდებულება თუ ეგრეთ წოდებული ქეშბექი გამოწვევების ნაწილია, რომელზეც მწარმოებლები საუბრობენ და ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობის პირობებს ხსნიან. კომპანიის მარჟა ბოლო 5 წლის განმავლობაში სტაბილურად არის 10%. პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ეგრეთ წოდებული ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანი არის, წლიდან წლამდე მატულობს. დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 22-დან 25%-მდე მერყეობს. ყოველი ახალი მაღაზიის გახსნის რაღაცა მოსაკრებელს ვიხდით, რაღაცა რომელიც იწყება 500, 1000, 2000 და 3000 ლარამდეც ადის. იქნება სამართლიანობის აღდგენა DGG-ს საკითხი, რაც შეეხება კვერცხს და კათამს. 13 წელია ვაყენებთ ამ საკითხს რა და საკმაოდ არაერთგვაროვანი პასუხები მიგვიღია აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. იყო ესეთი საუბარი, რომ აწარმოეთ ბატის კვერცხი და გაგანთავისუფლებთ DGG-დან. სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი, გარდა კვერცხისა და ქათამისა, სწორედ ბრძანეს განთავისუფლებულია DGG-სგან. რომ ვიცოდეთ ეს სამი ძირითადი პრობლემა დავინახეთ. პირველი დავინახეთ ის, რომ ნედლეულზე, იმპორტირებულ ნედლეულზე ვართ დამოკიდებული. მეორე რაც დავინახეთ, საოპერაციო ხარჯებში გვაქვს მაღალი ხარჯები, რაც შეეხება გაყიდვების და მარკეტინგის ნაწილია ჩემთვის, როდესაც თქვენ საუბრობთ ქეშბექზე. მესამე, როგორც დავინახე, ეს არის სამუშაო, რადგან გადახდებში გაქვთ დაგვიანება, ასე რომ ვთქვათ, გვიან გიხდიან ახსელები, სამუშაო კაპიტალის უფრო მეტი მოზიდვა გიწევს. მაღალ ფასებთან დაკავშირებული პრობლემა მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ქეშბექს არ უკავშირდება. მწარმოებლებისთვის გამოწვევას წარმოადგენს გადასახადი, რომელსაც ქსელური მარკეტები პროდუქციის დახილზე მოსახვედრად აწესებენ. თქვენ ახსენეთ 26-27%, რომელიც თქვათ თქვენგან გადის საბოლოო ჯამში. მხოლოდ ქეშბექია, რომელსაც უკან დაბრუნდა, თუ არის კიდე დახლის გადასახადი, კიდე თუ არის რამე სხვა გადასახადი? გადასახადები მე წერან რაც აღნიშნე, ეს არის მხოლოდ ქეშბექის ნაწილი, გარდა ამისა არის შესვლის გადასახადი, განთავსების შეიძლება იყოს დაბადების დღის მაგალითად ქსელის არ ვიცი, ბევრი რამ შეიძლება კიდევ იყოს. 4 მნიშვნელოვანი პრობლემის იდენტიფიცირება შევძელით. პირველი აქაც იმპორტზე დამოკიდებულება, მეორე მნიშვნელოვანი არის ნაშთების მართვა და დანაკარგი არის 5 და 6%. მესამე არის ეს საოპერაციო ხარჯი უძახია მარკეტინგის, იმიტომ რომ კატეგორია საოპერაციო ხარჯია მარკეტინგის და გაყიდვების და ესა ქეშბექი, შესვლის გადასახადი და ასე შემდეგ. მეოთხე მე ვიტყოდი, რომ ასიმეტრიული ურთიერთობებია ჯაჭვში. ფასების ზრდის განმაპირობებელ ფაქტორად რძის პროდუქტების მწარმოებლები იმპორტზე მაღალ დამოკიდებულებას ასახელებენ და ქსელური მარკეტების უპირატესობაზე მიუთითებენ. ადასტურებენ იმასაც, რომ კომპლექსური მიდგომების შემთხვევაში ფასების დარეგულირება შესაძლებელი იქნება. აქვთ საბაზრო ძალაუფლება ამ ქსელებს და რეტრობონუსის საკითხი არის მათ შორის დგას ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა. ევროპის ფასებთან შედარებით საქართველოში რძის ფასები არის ცოტათი მაღალი, მაგრამ ამავე დროს ჩვენ განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ ევროპასთან შედარებით, იმიტომ რომ ევროპაში არის ყველა ნედლეულზე ხელმისაწვდომობა გაცილებით მარტივი, ვიდრე საქართველოში. გაქვთ თუ არა გავლენა ქსელების გადაწყვეტილებაზე, რომ მაგალითად 2 დღით ადრე სანამ პროდუქცია იწურებავა და თქვენი მხრივ თქვათ გაანახევროთ ფასი, ქსელმა თავის მხრივ გაანახევროს და ოჯახებს და ადამიანებს კონდეთ შესაძლებლობა, რომ 2 დღით ადრე ვადის ამოწურვამდე იყიდოს პრინციპში განახევრებულ ფასში. ეს პოლიტიკა სრულად ქსელის მხარეს არის. სასურსათო პროდუქციის ფასების შესწავლის საკითხში მალე საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთობა. შესაბამისი ინიციატივით დროებითი კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა. მოვიწვიოთ ასეთი კომპანია, რომელმაც პარალელურ რეჟიმში შეისწავლოს ჩვენი სექტორის სტრუქტურა, შეისწავლოს პროცესები, ბიზნეს პროცესები, რა პრობლემები არსებობს, შეადაროს საქართველოს გავს ქვეყნებთან და იქ სხვა ქვეყნებთან ბაზრის სტრუქტურა და თავისი რეკომენდაციები ასევე დაწეროს და შემდეგ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, რადგანაც ჩვენი კომისია
კომისიის მუშაობის პარალელურად გვექნება ასევე დოკუმენტით, რომელიც შესაძლებელია განსხვავებული თვალით დანახულს, განსხვავებული გარედან შეფასებულს არსებითად მნიშვნელოვნად დაეხმარება საბოლოო ჯამში ჩვენი კომისიის მუშაობას და საბოლოოდ შეძლებზე გასვლას. ხორცს პროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებლებთან შეხვედრისას 5 ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა. ფასების ზრდის მიზეზების შესწავლის მიზნით კომისია შემდეგ შეხვედრას პარასკევს, სავარაუდოდ დისტრიბუტორებთან და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან გამართავს.